გამარჯობათ მეგობრებო. დღეს მინდა წაგიკითხოთ ჩემი მონოლოგი, რომელსაც ქვია გასაუბრება მამაზე ციერთან. მანამდე კი მინდა განვმარტო ერთი ჩემი საყვარელი სიტყვა, რომელსაც ხშირად ვხმარობ ხოლმე. ეს სიტყვა ჩემი სიყვარულის ნაყოფია და მას ადამევასიანი ჰქვია. ისმე მიცვლის სიტყვას ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით სრულად არ გამოხატავს ჩვენს წარმომავლობას და რატომღაც აკნინებს კაცობრიობის პირველი დედის ევას ღვაწლს ჩვენს წინაშე. ახლა კი მოდით დავიწყოთ შეპირებული მონოლოგი. უფალო, მამავ და მარჩენალო ჩვენო, მე ძალიან მადლიერი ვარ შენი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ შენ შემქმენი მე, ადამევასიანი, მიბოძე შესანიშნავი, არა, გენიალური საცხოვრისი და რაც მთავარია, მომომადლე შენივე საოცარი გონი, უფრო ზუსტად მისი პატარა მოდელი, ანუ გონი კი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი, ანუ შეუზღუდავი შესაძლებლობები გააჩნია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ შენ მე ბოლომდე არ გამიხსენი კარტები, არამედ დამაჯილდოვე იმედით, მოთმინების უნარითა და სრული იდუმალებით, უფრო ზუსტად კი შენ მე აღმჭურვე ბურუსში გახვეული მოლოდინებით, რომლებიც ჩემი გონიკის ყოველწამიერი საკვები და მისი ლოკომოტივია, რომელსაც მე მივყევარ ასე ანდამატივით მომნუსხველი და ჰორიზონტივით მოუხელთებელი ჭესმარიტებისაკენ, რომლის მიგნებას დაასრულებდა კიდეც ჩემს თავაწყვეტილ და ასე მაბედნიერებელ სწრაფვას იდუმალებისაკენ, ანუ შენსკენ და ჩემი ოდისეაც აქ დასრულდებოდა. უფალო, გთხოვ დამტოვე მე ადამევასიანად, პატარა, მიამით და იმედებით აღსილ, უსუსურ, მაგრამ მოფუსფუსე მუდმივად მაძებარ შემოქმედ არსებად, რომლის გაქრობა სულის ოდნავი შებერვითაც კია შესაძლებელი. დამიცავი მე ყოველი ბოროტისაგან და მომეცი ძალა, რათა ვიყო შენივე ნაბოძები გენიალური გონიკის ღირსეული მეჭურჭლე. მეკალმე ვარდენი. გმადლობთ ყურადღებისათვის მეგობრებო. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.